მიუხედავად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების აქტიურობისა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის თუ რა დღეა აღდგომის შემდგომი ორშაბათი და რა დატვირთვა აქვს მას. დღევანდელი ორშაბათი, აღდგომის შემდგომი დღე არის იგივე აღდგომის დღესასწაული და მთელი კვირის განმავლობაში ესე გრძელდება. მაგრამ არსებობს ტრადიცია საფლავზე გასვლისა. მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საფლავზე გასვლა ამ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს გლოვას, იმიტომ რომ ხშირად ეს ბუნებრივად ესე ხდება, რომ ადამიანები მიდიან იმისთვის, რომ იგლოვონ თავისი მიცვალებული. აი ამ შემთხვევაში სრულიად სხვაგვარად არის საქმე, იმიტომ რომ ამ დღეს გავდივართ საფლავზე არა გლოვისათვის, არამედ სიხარულით, რომ ვახაროთ ჩვენს მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომა და არის ტრადიცია, რომ აი ეს სიმბოლო აღდგომისა, პასკა და შეღებილი კვერცხი გააქვთ საფლავზე და მოწყალების სახით გასცემენ მერე ესე იგი ადამიანები გაჭირვებულებისთვის აი ამ შესაწირს. გარეგნობა, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მომლოცველობითი რიტუალი უძველესი დროიდან სრულდებოდა ეკლესიაში აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს. მორწმუნენი საზეიმო მსვლელობას მართავდნენ გარეგან ეკლესიისა, ანუ ეკლესიის გარეთ. ღვთისმსახურები და მრევლი ქრისტე აღდგას გალობით შემოივლიდა ყველა სამლოცველოს, ეგვტერს, ნიშს, იმ ადგილებს, სადაც აღმართული იყო ჯვარი და იქ მყოფთ მიულოცავდა ქრისტეს აღდგომას. ეს რიტუალი აღწერილია წმინდა გიორგი მთაწმინდელის დიდ სვინაქსარში. გარეგნობის დღესასწაულზე სააღდგომო საგალობლები საფლავებთანაც იგალობებოდა. ამით მორწმუნენი გარდაცვლილ მართლმადიდებლებსაც ახარებდნენ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ რიტუალს საფლავთა კურთხევასა და მიცვალებულთა მოხსენებასაც უწოდებენ, რაც ტერმინოლოგიური შეცდომაა, რადგან ტიპიკონის მიხედვით მიცვალებულთა მოხსენიება ბრწყინვალე შვიდეულში არ ხდება. თითოეულმა მართლმადიდებელმა ეს დღე მიცვალებულთა მოსახსენებელ დღედ კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ აღდგომის მომლოცველობად.